ასე როცა არ ხდება. ჩულუნგდება პირდაპირ ბავშვს. სულ უნდა რაღაცას აფათურებდეს ხელებს. ბავშვის ერთ-ერთი ძალიან კარგი თვისებაა, რომ ძალიან ადვილად პატიობს, ოღონდ თუ კი გამოასწორებს. აღმზრდელი უნდა იყოს თვითკრიტიკული სულ. თუ არ მომივიდა ზედმეტად მარჯვნივ ან ზედმეტად მარცხნივ. რამდენი წლისაც არის ბავშვი, საშუალოდ იმდენი საათის განმავლობაში უნდა იყოს უდედოდ. კარიერები და რაღაცა და ეს როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ფერმრთავდება, როდესაც ეს ბავშვი არის გვერდით. ჩვენი საზოგადოება არ არის ნორმალური საზოგადოება, სამკურნალო საზოგადოებაა და აი სწორედ ამის გამო. მე ისეთ გაჭირვებაში გავიზარდე, მე არ მინდა რომ ჩემ შვილს იგივე გამოვატარო და ამ დროს აკეთებენ უარეს. აი ხო ხედავთ ეს რა არის. ხისგან გაკეთებული უბრალო რაღაცეებია. როდესაც ჩემ ბავშვს აჩუქებ აი ამ მოძრავ რობოტს, პასიური ხდება ის უკვე, ხო? საჭიროა რომ მან თვითონ შექმნას ხოლმე რაღაც სამყარო და ილაპარაკოს და წარმოიდგინოს. 2 წლამდე საზოგადოებრივ არავითარი ეკრანი ბავშვისთვის არ შეიძლება. ცემა ამახინჯებს ბავშვის სქესობრივ განვითარებას. 8 წლის ბავშვმა ბიჭმა აკოცა ბიჭს. შენ რო რაღაცა იცი, ბავშვმა ის არ იცის. და შენ მიაწერ ბავშვს შენს წარმოდგენებს. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში ვაკე-საბურთალოს შორის ნაფეტვრების გზაზე. თბილისის აკრებში 85% უკავია მწვანე საფარს და მშენებლობებს მხოლოდ 15%. აქ არის დაბალი განაშენიანება და ყველა სოციალური სივრცე ფეხით სავალ მანძილზეა. შეგახსენებთ, რომ თუ გეგმავთ ახალი ბინის შეძენას, ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ თბილისის აკრების ვებგვერდი, სადაც ნახავთ სხვა ინფორმაციას და საკონტაქტო ნომერს. ახლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს, ეს გახლავთ ბატონი ზურაბ ვახანია, ჩემი აღმზრდელი, ჩემი მენტორი და მასწავლებელი, რომელსაც უკვე ძალიან კარგად იცნობს ჩემი მაყურებელი და ყოველთვის მწერენ ბატონ ზურაბს როდის დააბრუნებ. ხო და აი დღეს დავაბრუნე ბატონი ზურა და დღეს უნდა ვისაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. ეს არის ბავშვის აღზრდა, აღზრდის ზოგადად ოქროს წესები და დღეს გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ 5 წლამდე, ანუ სკოლამდელ ასაკზე, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან ფართოა, ჩვენ აუცილებლად შევეხებით სხვა ასაკებსაც, უბრალოდ დღევანდელი პოდკასტი დაეთმობა სკოლამდელ ასაკს. და შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის წარმდგენი გახლავთ wishlist-ი, როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა wishlist-თან და ყოველთვის მშობლებისთვის საინტერესო თემის წარმდგენი იქნება wishlist-ი ამ პოდკასტზე და როგორც ხედავთ, ჩვენს მაგიდაზე არის განლაგებული მონტესორის პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილი სათამაშოები, რომელიც wishlist-ში უკვე ხელმისაწვდომია. აქ კონკრეტულად არის 13-დან 18 თვემდე ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო, რომელიც იდეაში სათამაშოა, მაგრამ ძალიან უწყობს ხელს ბავშვის წვრილი მოტორიკის განვითარებას, მსხვილი მოტორიკის განვითარებას, ტაქტილურ უნარებს, აუდიალურ უნარებს. ამ სათამაშოებს აქვს ძალიან ფართო ასორტიმენტი, 0 თვიდან იწყება, ანუ სრულად ახალშობილი ჩვილი ბავშვისთვისაც არის განკუთვნილი შესაბამისი მისი ასაკობრივი განვითარების შესაბამისი სათამაშოები და აი ახლა მინდა გაჩვენოთ ეს სათამაშოები რას უწყობს ხელს და რა შეეხმარება ბავშვს. მონტესორის მთავარი პრინციპი ყოფილა, მე არ ვიცოდი და ახლა გავიგე, რომ ეს სათამაშოები უნდა იყოს დამჯდარი ფერის, ანუ არ უნდა იყოს რაღაც ჭყეტელა ფერები, უნდა იყოს დამჯდარი, რომ ბავშვი არ აღეგზნოს ძალიან მკაფიო და მკვეთრ ფერებზე და მოახდინოს ადვილად კონცენტრაცია. ახლა მინდა გაჩვენოთ მაგალითად აი ეს თავსახური ეცვლება და აი აქ არის მაგალითად აი ეს სათამაშო, რომელიც ბავშვმა უნდა მოათავსოს აქ. ეხლა ეს უფროსებისთვის ძალიან ადვილია, რა თქმა უნდა, მაგრამ 13-დან 18 წლის ბავშვისთვის, თვის უკაცრავად, თვის ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ძნელია თავიდან და ნელ-ნელა უნდა განივითაროს მან ეს უნარები. აი აქ ახლა შეგვიძლია შევცვალოთ აი ახალი ესეთი
თავსახური გავუკეთოთ და აქ უკვე ფერები უნდა შეახმოს. აი როგორც ხედავთ, აქ არის წითელი წრე და უნდა ჩასვას აქ და ჩააგდოს ბავშვმა შესაბამისი ფიგურები. აი აქ არის ცისფერი. სხვათა შორის მონტესორი, მე რომ ბატონ ზურაბი მასწავლიდა ფსიქოლოგიის საფუძვლებს, მონტესორზე იყო იქ ბატონ ზურასთვის და ნუ რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოსთვის მონტესორი არის ადამიანი, რომელმაც პედაგოგიკაში მოახდინა რევოლუცია და თავიდან მოდი მონტესორზე ვთქვათ, რა იყო მისია, ეს მთავარი მიღწევა და მთავარი აღმოჩენა, ის მეთოდიკა, რომელმაც შემდეგ მოახდინა აი სასწაული პედაგოგიკაში. ჯერ ეს სასწაული რა იყო ის თქვათ, ვთქვათ. რომ მას მეცენატი გამოჩნდა, რომლის დაფინანსებითაც რომის გარეუბანში გახსნეს უსახლკარო მიუსაფარი ბავშვებისთვის სკოლა, პანსიონი სკოლა. და ამ ბავშვებმა თავიდან ხომ სრულებით არაფერი არ იცოდნენ, განსხვავებით სხვა ბავშვებისგან, ბავშვი როცა ოჯახში იზრდება, ბევრი რამე იცის მან და ესენი იყვნენ უმრავლესობა ქუჩაში მადანწალა ბავშვები. და თანაც ეს ყოფაქცევად შესაბამისად ძალიან რთულად. მაგრამ მონტესორიმ მოახერხა ის სასწაული, რომ 2 წელიწადში ამ ბავშვებმა აჯობეს რომის პრესტიჟული სკოლის მოსწავლეებს. და როგორ შეძლო? აჯობეს რაში? აკადემიურ მიღწევებში. ესე იგი წერა კითხვა ანგარიში აი ამაში. ესე იგი 2 წელიწადში შეძლო ეს მონტესორი. ხო. ნუ ბავშვებმა შეძლეს, მაგრამ მონტესორის მეთოდიკით, კი. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მონტესორისთვის სკოლამდელ ასაკში განსაკუთრებით, იმიტომ რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ხელის მოკიდება. რაღაცას რო აამოძრავებს და აი ნივთებზე რომ მოქმედებს. რაც უფრო პატარაა, მით უფრო მნიშვნელოვანია და პირველ მეორე კლასის ბავშვისთვისაც მაინც მნიშვნელოვანია კიდევ. ანუ სკოლის პერიოდშიც პირველ მეორე ისე არა როგორც 2 წლის ბავშვისთვის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. მაშინ ხელს უნდა კიდევდეს და საკლასო თვალსაჩინოებაც ისეთი უნდა იყოს, თქვათ მათემატიკისთვის რაც საჭიროა თუ მისთვის მშობლიური, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს, რომ ბავშვმა რაღაცას მოკიდა ხელი და აამოძრავა. და თან ბავშვებს ძალიან უყვართ აი ის რო თქვათ აი რომ რაღაცას ერთად ჩააყრის, თქვათ ახლა აქ ძალიან კარგად ის არის ყველაფერი გათვალისწინებული, მაგრამ აი უბრალოდ პატარა კალათა რომ ისე ბავშვი და ისე აი ჩვეულებრივად რას აკეთებენ ხოლმე რომ იღებს სათამაშოებს და ყრის იმ კალათაში. მერე გადმოყრის გაფანტავს, მერე ისევ ყრის. ახლა ეს მონტესორი პრაქტიკულად მიხვდა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის, მაგრამ მერე პიაჟეს მთელი თეორია მაგაზია. მაშ პიაჟემ მეორე დიდი აღმოჩენა იყო ეს პედაგოგიკაშიც და ზოგადად ფსიქოლოგიაში, რომ თურმე აბსტრაქტული ლოგიკური აზროვნების საფუძვლები ყოფილა აი ეს ბავშვის ეს მოტორული მოუსვენრობა. და მაგალითად ეხა მე რომ ვთქვი რომ აი რაღაცები შეკრიბა და ჩაყარა. ხო? მერე გადმოყარა გაფანტა, მერე ისევ ჩაყარა, ხო? აი ეს თურმე არის პირველი ნაბიჯი ზოგად კერძოების ლოგიკური მიმართების დაუფლებისა. აი აქედან იწყება. მე ჩვენ დრო არა გვაქვს რომ ეს დაწვრილებით გავშალოთ, მაგრამ ესე იგი თურმე აი ასეთ მოძრაობებზე დამოკიდებული ყოფილა არა მარტო ბავშვის სხეულებრივი განვითარება, არამედ გონებრივი განვითარებაც. და შესაბამისად მონტესორიმ ეს თეორიულად შეიძლება არ იცოდა, მაგრამ მან იმდენად ძლიერი ჰქონდა გუმანი, რომ ის ხვდებოდა აი ბავშვისთვის როგორ ჯობია. და მან აღმოაჩინა, რომ ბავშვის განსავითარებლად თავარია ბავშვი ბევრს მოძრაობდეს, მათ შორის სკოლაშიც. ოჯახშიც და სკოლაშიც. ბევრს უნდა მოძრაობდეს და ხელებს უნდა აფათურებდეს სულ. ახლა რა ხდება სკოლაში? გაჩერდი მუხმაურობ. ხო? ბაღშიც ეს არ ხდება. ბაღშიც ეს ხდება უფრო ხშირად. ჩუმად. მერე ოჯახშიც მას ხდება.
ხელს ნუ კიდებ იმას, ხელს ნუ კიდებ რატო ნუ კიდებ ბავშვმა ყველაფერს უნდა წაეპოტინოს და თუ ისეთი რამეა რომ გაფუჭდება ეს უნდა უფროსებმა ისე მოაგვარონ რომ ვერ მისვდეს იმას ბავშვი რაც ფუჭდება და დანარჩენს ყველაფერს უნდა წაეპოტინოს და მარტო კი არ უნდა წაეპოტინოს უნდა აიღოს, გადადოს, გადმოაგდოს ეს არის აუცილებელი მისი სხეულებრივი და გონებრივი განვითარებისთვის. ანუ ასე როცა არ ხდება. ჩულუნგდება პირდაპირ ბავშვი. აი მარტივად რო ვთქვათ. ანუ თუ მშობელი ამჩნევს რომ ბავშვი არ აქტიურობს. მან პირიქით ხელი უნდა შეუწყოს რომ რაც შეიძლება მეტი აქტიუროს ამ ბავშვს. ხელი კი არ უნდა შეუწყოს, პირველ რიგში უნდა გაირკვეს მიზეზი. ხო. ესე იგი, როდესაც ბავშვი მოსვენებულია, ეს არ არის ნორმალური რა, მოსვენებული ბავშვი, ესე იგი, ან რაღაცას ტკივა, ავათარი უბრალოდ და გასარკვევია, წმინდა სამედიცინო საკითხია, ან დათრგუნულია ფსიქოლოგიურად, ან თანდაყოლილი ყველაზე უარესი იშვიათად ხდება მადლობა ღმერთს, მაგრამ თანდაყოლილი დარღვევა კიდე რაღაც, მაგრამ არ არის ნორმალური მოსვენებული სკოლამდელი ბავშვი არ არის ნორმალური მდგომარეობა. და რა ხდება დღეს, ხო ვიცით ჩვენ რა ხდება? რომ აი ეს ყველაფერი შეცვლილი არის ვირტუალური რეალობით და ეს ბავშვს კი არ ავითარებს პირიქით, აჩლუნგებს, აადუნებს არა მარტო გონებას. აღარ ვითარდება მისი ნებისყოფა არანაირად, აღარ ვითარდება მისი სოციალური უნარიანობა, ანუ ადამიანებთან ურთიერთობის უნარიანობა აღარ ვითარდება და ბავშვი სამი ენობრივი კიდე უმნიშვნელოვანესი მხარე ენობრივი უნარიანობა. ანუ რაც კი ადამიანს აქვს ძვირფასი ნიჭი ღვთისგამბოძებული რა არის ესა? ეს არის მეტყველება, აზროვნება, ადამიანებთან ურთიერთობა, ხო? ყველაზე ძვირფასი რაც აქვს ნიჭი, აი ეს ყველაფერი ჩლუნგდება. როდესაც ბავშვი მიჯაჭვულია ეკრანზე. და ეს ფსიქოლოგიის მხარეა, მაგრამ უკვე იმდენად მძიმე შედეგებს გვაძლევს, რომ უკვე სამედიცინო დარგში გადავიდა ეგ საკითხი და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე რეკომენდაციები აქვს შემუშავებული, რომ მაგალითად რა, 2 წლამდე საზოგადოდ არავითარი ეკრანი ბავშვისთვის არ შეიძლება, საზოგადოდ არავითარი. და მერე სკოლამდელ ასაკში მაქსიმუმი არის 1 საათი. ამ ეკრანში შედის მარტო ტელეფონი კი არა. ტელევიზორიც მათ შორის, ლეპტოპი, პლანშეტი, ისე ყველანაირი ეკრანი. დღე-ღამეში 1 საათი არის მაქსიმუმი. თუ არა და უკვე ბავშვი გონებრივად ჩლუნგდება და მისი განვითარება ყველანაირად ფერხდება. ხო, ესე იგი დღეს, როდესაც ამხელა შესაძლებლობებია, ამდენი სათამაშო არსებობს, მეტნაკლებად არის ეკოლოგიური, ხო, მაგალითად ეს სათამაშოები ხისარი. ზოგადად ძალიან კარგია, რომ ხისარი, კი. კი, და ხეს იმითაც არის კარგი, რომ თავისებური ხმაც აქვს და ეს ხმაც მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ხო, თან განსხვავდება, აი ხო მაგალითად, აი ეს მომეწონა ყველაზე მეტად მეც გავერთე. აი ამას ბავშვი, 13 თვის ბავშვი ხა ესე ადვილად ვერ იჭერს, აი ამ ჩაქუჩს და ადვილად ვერ უმიზნებს და სწორედ ეს არის მიზანი, რომ ნელ-ნელა განივითაროს ეს წვრილი მოტორიკა და შეძლოს აი დაუმიზნოს ჯერ ზემოდან და მერე აი ეს კიდევ უფრო ძნელია, აი ქვემოდან რო დაარტყას, ეს კიდევ უფრო ძნელია. ჩვენთვის ძალიან ადვილია, მაგრამ ბავშვისთვის ეს თავიდან შეუძლებლად ჩანს და ნელ-ნელა ბავშვი როცა განივითარებს ამ უნარებს, დაიხვეწება და აი როდესაც ამხელა შესაძლებლობაა. კიდე როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა, რომ ბავშვი იყოს მიჯაჭვული ტელეფონზე. ნუ თავის ეს მშობლები ხო ბავშვზე არ ზრუნავენ საკუთარ მოსახერხებლობაზე ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. და ბავშვი არაფერი გონია, რომ ბავშვზე თუ კი თბილა და საჭმელი აქვს საკმარისი მორჩა, მეტი არაფერი. ეს არის დანაშაულია პირდაპირ ეს. მაშ კიდევ მეორე, ბავშვი უნდა იყოს მოუსვენარი. და სულ უნდა რაღაცას აფათურებდეს ხელებს. და ბოდიში ხა ეს თუ აწუხებს ზრდასრულს. ხო. იმიტომ რომ ხშირად ამბობენ, რომ ამ ბავშვმა ხო ტვინი ამომიღო, შემჭამა, დამღალა, ასე შემდეგ. კი მე კიდე ლაპარაკი სჭირდება ბავშვს. ეხლა ეგ სხვა თემაა, მაგრამ ესე ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ბავშვს უნდა ელაპარაკო. და როდესაც ბავშვს ყავს დედმამიშვილი, ერთმანეთში ლაპარაკობენ და კარგია ეს.
მაგრამ თუ არა და უფროსი უნდა ელაპარაკოს მაშინ. ლაპარაკიც ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ბავშვთან. და საბავშვო ბაღებში უმეტესად ბავშვები ცოტას ლაპარაკობენ და ცოტას აქტიურობენ. ნუ გააჩნია ხა ზოგანასეა, ზოგანისეა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. აქტიურობა პირველ რიგში სენსომოტორული, აი ეს ყველაფერი არის სენსომოტორიკა. რა არის სენსომოტორიკა? არის შეგრძნებები და მოძრაობა. შეგრძნება, აღქმა, მოძრაობა. ეს არის სულ სენსომოტორული აქტიურობა და მეორე უკვე ენობრივი აქტიურობა. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს ჯანსაღად. მისი აზროვნება, მისი სოციალური უნარიანობა, ნებისყოფა და ყველაფერი. და ესე იგი მშობლებს აი ხლა ეს რო ასწავლოს, აი ეს სათამაშო, აი ეს ყველაფერი რო აუხსნას, მშობლის დახმარება ჭირდება ბავშვს, ხო? ნუ აუხსნას არა აჩვენოს, რა თქმა უნდა, აჩვენებს და უნდა აუხსნა, ხო? არა კარგია რომ სიტყვებიც დაურთოს. ხო. ვერ დაიმახსოვრებს ამდენი ფერის სახელწოდებას, რა თქმა უნდა, ისა 2 წლის ბავშვი ვერ დაიმახსოვრებს, მაგრამ მაინც თქვას უნდა სიტყვები. ხო, აი ჩაკუჩი არის, ეს ყვითელია, ეს ლურჯი და რა ესა და როდესაც მშობელს არც და უნდა გაახმოვანო მოქმედებები, რომ აი ავიღოთ ეს რგოლი, აი ავიღეთ მწვანე რგოლი და აგერ ჩამოვა ისა აი ესე იგი ყველა მოქმედება ჯობია გავახმოვანოთ, გავასიტყვოთ. და ამას ჭირდება დრო, ყურადღება და ძალისხმევა, რომ ბავშვს დაუთმო ეს შენი რაღაც ძვირფასი დრო, რომელიც არ აქვს დღეს მშობლებს და ასეთ დროს მშობელს ურჩევნია, რომ მისცეს ის ტელეფონი. და არც ზედმეტი ყურადღება ჭირდება, ბავშვი არის გაშეშებული, მიჩერებული ამ ტელეფონზე და არც რამის ახსნა ჭირდება, ბავშვი ხო თვითონ ითვისებს უადვილესად იმ ტელეფონს. აი კიდევ უფრო ადვილ რამეს ვასწავლი მაშინ, რომ ისა დამაწყნარებელი ყოველდღე შეუშხაპუნოს იმითი შპრიცით, დამაწყნარებელი, გამობრუებელი რაიმე წამალი და იქნება ბავშვი ესე. აი ესე გაბრუებული იჯდება მთელი დღე და რა კარგია, არ შეგვიშლის ხელს და გაჩუმდება, ხო. ნუ მეორე მხრივ მე მინდა რომ შევიდეთ ამ მშობლების მდგომარეობაშიც. დღეს ისეთი დრო არის, რომ დედასაც უწევს მუშაობა, ნუ მამა მუშაობს. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ პირიქით მამა არ მუშაობს და დედაზეა ძირითადად ეს მატერიალური კეთილდღეობა. მამა დედას ვერ შეცვლის. კიდე ერთი საკითხია. ქალი უნდა იყოს სწორედ ბავშვთან ახლოს. რატო? ეს უკვე თანდაყოლილი ჩვენი ის არის, ხა იუნგის იმაში არქეტიპის თეორიაში, მაგრამ ეს თანდაყოლილია. და სულ ერთია გოგოსთვისაც და ბიჭისთვისაც. აღზრდელი, ანუ ვისთანაც ბავშვი არის სულ მიბმული, ეგ უნდა იყოს ქალი. არ არის აუცილებელი დედა, სულ არ არის აუცილებელი. დედა ან დედობილი. გახსოვს შენ ჩემს სახელმძღვანელოებში სულ მასე წერია ხოლმე დედა დახრილი ხაზი დედობილი, იმიტომ რომ სულ ერთია, მაგრამ თავარი რა არის, ერთი ქალი უნდა იყოს. აი ის რომ ხანის იყოს და ხანის ასე არ შეიძლება. შეიძლება შეცვლა. აი დაუშვათ ღმერთმა დაიფაროს და თუ კი გარდაიცვალა, ხო, თქვათ, ან იმდენად ძიმე ავანტო, კი ვიღაც სხვა ქალმა შეიძლება იტვირთოს, აიღოს თავის თავზე დედობილობა. მაგრამ მაშინ მერე ის უნდა იყოს სულ დედობილი. ანუ რა არის ერთხელ შეცვლა ბავშვისთვის მძიმეა, მაგრამ აიტანს ამას. და ის რომ ძიძა მიდის, მოდის, ასე არა. ესე იგი, მაშინ თუ ძიძა გვინდა, მაშინ სულ ძიძასთან უნდა იყოს ბავშვი. და დედის აი როგორც იყო ძველად საქართველოში, ხო იყო ის ძუძუმტეობა და ის, ხო, აი კი, მაშინ თლად იმას უნდა მიაბარო. ეს შეიძლება. მაშინ იმას მიებმება იმ დედობის ბავშვი. მაგრამ აქ დედა არ ზიანდება. რა თქმა უნდა, მე დედას გაუცხობდება, მაგრამ აბარა იქნება. არა, დედისთვისაც ძნელი იქნება თვითონ. ხო, მაგრამ შვილი რო სხვასთან არის. ამიტომ ჯობია ყველაზე კარგია რომ თვითონ დედა იყოს და აი საბავშვო ბაღის ნაკლი კიდე ეს არის დიდი. მაშინ რამდენჯერ თქვი მე მაშინ რომ თავარია რომ ბავშვს კონდეს იგი მოუსვენარი იყოს და ის, მაგრამ ეს ყველაფერი არის მეორე და მესამე და პირველი რა არის? პირველი და უმთავრესი ბავშვის არის დედასთან სიახლოვე. და როცა ბავშვს აკლდება, ამას ვეღარაფერი ვეღარ აანაზღაურებს. რას გულისხმობ დედასთან სიახლოვეში?
ძალიან მარტივი წესია, რომ რამდენი წლისაც არის ბავშვი, საშუალოდ იმდენი საათის განმავლობაში უნდა იყოს უდედოდ. დღეში. დღეღამეში. ნუ დღეში, ხო, ეხლა ძილი არ ითვლება. აჰა. ძილის გომ როცა ბავშვი ავად არის, მაშინ გაცილებით მეტ ხანს სჭირდება დედა. მაგრამ ჯანსაღ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგალითად, ბავშვი არის 2 წლის, ხო ვთქვათ. დღეღამეში 2 საათი უდედოდ. ამ დროს შეიძლება იყოს მამა, ბებია, მეზობელი, ცოტა ხანს მარტოდ შეიძლება რომ იყოს სხვათა შორის თუ კი იქ რამე სახიფათო თუ არ არის ოთახში. ხო. ესე იგი, კი, უდედოდ. და ამას აქვს ორი მხარე. ერთი მხარეა რომ მე ვამბობ, უნდა იყოს მეთქი უდედოდ. სულ დედასთანაც არ არის კარგი. 2 წლის ბავშვი 2-ს უნდა მიეჩვიოს იმ წინააღმდეგობის გადალახვას იმას, რომ 2 საათი უდედოდ უნდა გაძლოს მან. რომ ზედმეტად არ მიეჯაჭოს. არც ეს არის კარგი ზედმეტად რომ მიეჯაჭოს. 3 წლის იქნება, მერე საშუალოდ 3 საათი გაძლოს უდედოდ. მაგრამ აი დღევანდელ დღეს დედა როცა მაგრამ მეტი აღარ უკვე. მეტი არ შეიძლება. აი როცა ამბობთ საშუალოს, მაგალითად დედა მუშაობს 10-დან 7 საათამდე. შეიძლება რომ ვთქვათ ის შაბათ-კვირა, როდესაც დედა ისვენებს, აი მთლიანად ეს შაბათ-კვირა დაუთმოს თავის შვილს და ამით აანაზღაურებს იმ დღეებს. გამოთვლა უნდა ჩვეულებრივად, ესე იგი საშუალოდ უნდა გამოდიდეს 3 საათი. ხო და თუ კი სამუშაო დღეებში 5-5 საათია ბავშვი უდედოდ, ნუ შაბათ-კვირის ის აანაზღაურებს. დაახლოებით ვამბობ, ეს ხო ძალიან დაახლოებითია, ინდივიდუალურიც არის, ზოგ ბავშვს მეტად ჭირდება, ზოგი უფრო იტანს, ზოგი მაგრამ დაახლოებით სავარაუდო არის ეს. რომ უნდა გამოდიოდეს აი 1 კვირის განმავლობაში რომ გადავიანგარიშოთ, საშუალოდ აი რამდენი წლისაც არის ბავშვი, იმდენი საათი უდედოდ. და აი ეს არგუმენტები რომ მუშაობდა, საჭიროა და რაღაცა, ეს არის ყველაფერი მცდარი არგუმენტები, იმიტომ რომ ეს ბავშვი როცა გაიზრდება ცუდად, ხო, მერე ისეთი პრობლემები იქნება, რომ მაგას ვერ შეედრება ვერანაირი, აი რამდენი ხელფასი აქვს იმ დედას და რამდენი ფული იშოვა, თქვათ, აი ამ წლების განმავლობაში, ხო? და ეს იმას ვერ შეედრება, მერე რა შედეგებიც იქნება, ეს ბავშვი რო გახდება 12, 13, 14, 15 და 25 და 30 წლის და აი რაც იქნება პრობლემები ვერ შეედრება იმას. და ამიტომ აი აქ 4 წლის ასაკში დაზოგილი თითო ის წუთი და თითო ლარი მერე გვიბრუნდება ბუმერანგივით უკან ათმაგი იმითი ზარალითაც მათ შორის. მეორე მიზეზიც არის აქ, რომ დედა, რომელსაც ჭირდება განვითარება, როგორც პიროვნებას, ჭირდება თვითრეალიზაცია. მას ხო სამსახური ამისთვისაც ჭირდება და არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის. მე რა თვითრეალიზაციისთვის არ შეიძლება გამოტოვება რამდენიმე წლის ერთხელ, მეორედ, გინდა მესამედ. მე ვიცნობ ქალებს, რომლებსაც 2-3 შვილი ყავთ და ძალიან წარმატებული არიან, თანაც 3 შვილი ყავთ, როგორ ისე კი არა, მიგდებული შვილები კი არა. აი თვითონ რო აღზარდეს. და სულ არ შეუძლია ამას ხელი მათთვის, რომ კი ცოტა ძნელია მესმის და ისიც მესმის, რომ მამაკაც უფრო მეტი საშუალება აქვს, თქვათ, მაგრამ რატო უნდა შეეჯიბროს ქალი? საზოგადოოდ ეგ შეეჯიბრი რა, რა საჭიროა ეგ შეეჯიბრება? ხო, ქალს აი ამ შვილიერების გამო რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა ექნება. ხო, კონდეს მერე რა. აი ვის ვეჯიბრები? ვის ეჯიბრება? რა საჭიროა საზოგადოოდ ეს ისა რა? აი სადმე გარბის ისა კარიერა იქნება, რაც იქნება იქნება. სამწუხარო ძალიან ბევრ კომპანიაში ეს არ ესმით. მაგალითად, შეიძლება ქალი გასაუბრებაზე მივიდეს, რომელსაც ეკითხებიან, შენ გათხოვილი ხარ თუ არა? ან თლად ორსული როა, იმ ორსულ ქალს არავინ არ აიყვანს სამსახურში. ანუ თვითონ გარემო კომპანიას ვერაფერს ვერ მოსთხოვ, იმიტომ რომ კომპანია კერძოა და მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ სახელმწიფო უნდა აგვარებდეს ასეთ საქმეებს. აი მაგას ვამბობ ზუსტად. სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული ამ საკითხში. იმიტომ რომ ქალმა თან ბავშვი გაზარდოს, თან შეფერხდეს განვითარების გზაზე, იმიტომ რომ ხელს არ უწყობს სახელმწიფო.
და მერე უჭირთ სამსახურის დაწყება და განახლება. იმიტომ რომ ვინ შეუნახავს ქალს 3 წელს, 3 წლით ადგილს კომპანიაში, საქართველოში? ვინ შეუნახავს? არავინ. დაუშვათ და არ დაუწყია მუშაობა და მეორე იწყებს მუშაობას თქვათ. მაშინ რას იზამდა? აი დაუშვათ უცხოეთში იყო ჩამოვიდა რაღაცის გამო და აი ახლა იწყებს რას იზამდა მაშინ? ნუ რა უნდა ქნა? ესე იგი მაინც შოულობდა ხო რაღაცნაირად ცდილობს რომ იშოვოს ხო მე და მაინდა-მაინც შეენახვა არ არის აუცილებელი იმ ადგილის რა სხვაგან ვერ დაიწყებს ნუ მუშაობას. ის 3 წელიწადში სიტყვაზე ვამბობ 3 წელს სხვა კონკურენცია იზრდება ვიღაცას ვისაც დაგროვილი აქვს იმ 3 წლის განმავლობაში გამოცდილება შენ მასთან შედარებით სუსტად ჩანხარ და არ აგირჩევენ. მაშინ კიდევ უფრო უხეშ რამეს ვიტყვი, კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის ქალი რომ ესა ცალი თირკმელი ამოაჭრას იმ ბავშვს, ჩააბაროს ეს თირკმელი და მიიღებს უზარმაზარ თანხას და აი აჰა ეს ესე იგი ბავშვის ხარჯზე შეიძლება რაღაც ისინი? კარიერები და რაღაცა და ეს როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ფერმრთალდება, როდესაც ეს ბავშვი არის გვერდით. ყველაფერი მთავარი არის იმ ბავშვის აღზრდა და იმ ბავშვის ჯანსაღი განვითარება. სხვა ყველაფერი გაფერმრთალებულია ამის ფონზე. და რაღაცნაირად დანარჩენი ყველაფერი უნდა მოერგოს ამას. ბავშვი კი არ უნდა მოერგოს იმ პრობლემებს. პირიქით. დანარჩენი ყველაფერი უნდა მოერგოს ბავშვს. ეს არის მას ბავშვზე ორიენტირებული აღზრდა. და იგივეა სკოლაშიც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. მთელი სასწავლო პროცესი, მთელი სკოლა, მთელი შეფასების სისტემა, ყველაფერი უნდა მოერგოს ბავშვის ინტერესებს. ნუ ჩვენთან ხომ მსგავსი არაფერი არ ხდება. არც ოჯახში და არც სკოლაში და იმიტომ არის მე ეს საშინელი მდგომარეობა რო არის. იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ნორმალური საზოგადოება. სამკურნალო საზოგადოებაა და აი სწორედ ამის გამო. რას გულისხმობთ როცა ამბობთ ბავშვს უნდა მოერგოს? მაგალითად ეხლა შეიძლება გვისმეს მაყურებელი და ფიქრობს რომ კი მაგრამ მე რანაირად უნდა ვიარო ბავშვის ჭკუაზე? ბავშვი რომ მიუშვა შეიძლება რაღაცა ბოროტ მოქმედებაში გადავარდეს ან დააზიანოს ვიღაცა ან რა ასაკის ბავშვზე ვამბობ? ნუ ზოგადად იყოს სკოლამდელი მაგალითად. და ამბობენ რომ მე თავის ნებაზე მიუშვე მე არ მაგას არ ვამბობ. ხო, აი მოდი დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ ვიღაცებს შეიძლება ესე ესმოდეთ ბავშვზე მორგება. აი რას ნიშნავს? პედაგოგიკის აღზრდის ერთ-ერთი ოქროს წესი არის ზომიერება და ოქროს შუაგული და ყველგან მივადგებით ამ საკითხს, რომ არც მეტისმეტად მარცხნივ არის კარგი და არც მეტისმეტად მარჯვნივ. აი ყოველთვის რაღაც ოქროს შუაგული, რაღაც წონასწორული მდგომარეობა. ხო და მე სულ არ ვამბობ იმას, რომ ბავშვი ყველაფერში მიუშვი თავის ნებაზე. არ შეიძლება არც მასე. მაგრამ რაც არის ბავშვის ძირეული საერთო მოთხოვნილება, იმის დაუკმაყოფილებლობა არ შეიძლება. მაშინ რა არის ეს დედასთან სიახლოვე და მოუსვენარი აქტიურობა. აი ეს ორი რამე მაინც მას უნდა კონდეს ყოველთვის დაკმაყოფილებული. ხო და აქედან სულ არ გამომდინარეობს ის, რომ ყველა სურვილი აუსრულო. რატომ უნდა აუსრულო და ბავშვი უნდა მიეჩვიოს იმასაც, რომ ყველაფერი მის ჭუაზე არ იქნება და ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი. მით უმეტეს გააჩნია ასაკს, ხო თქვათ, იცი შენ 3-დან 5 წლამდე არის პირველი ჯინიანობის ასაკი, როდესაც ბავშვი აუცილებლად დაიწყებს უაზრო ჯინიანობას და ასეც უნდა მოხდეს. და რო იციან ხოლმე გაუფუშტა ხასიათიო. ხასიათი კი არ გაუფუშტა, მას ბუნებრივად ის ასაკი აქვს, როდესაც უნდა იჭირვეულოს. თან უაზროდ და ტყილა. ანუ ასეთ როცა არ ხდება, ეგ არის პრობლემა. ხო, რო არ ხდება, ესე იგი რაღაც პრობლემა არის, ხო. მით უმეტეს თუ კი ახლა გააჩნდა იქ კიდე მისი მეტოქე უმცროსი დედმამიშვილი გაჩნდა, ხო, ეს უკვე ცეცხლზე ნავთი დაისხა და რა თქმა უნდა, ეხა ეგ უბრალოდ ამ ერთი მოკლე საუბრით ყველა ჩვენ ყველა სიტუაციას და ყველა იმას ვერ განვიხილავთ, მაგრამ ზოგადად ბავშვის გაგება არის მთავარი, რომ მაშინ ბავშვის კრიტიკა კი არ არის საჭირო. ბავშვის კრიტიკა საზოგადოებრივ არაფრის მომცემი არ არის, აი არაფერს არ გვაძლევს რა. ეგ არის გული მოიოხა, მაგრამ რა აზრი აქვს მაგას? შედეგს არ გვაძლევს. პირიქით,
აღმზრდელი უნდა იყოს თვითკრიტიკული სულ. რომ შევარჩიე მე ისეთი მიდგომა, ისეთი სიტყვები, ისეთი ისა, რაც კარგი იყო, ხო არ მომივიდა ზედმეტად მარჯვნივ ან ზედმეტად მარცხნივ. და რა თქმა უნდა, ხშირად შეგვეშლება. მასე ზუსტად ყოველთვის ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ უნდა იყო თვითკრიტიკული ყოველთვის, ძალიან კარგად აკვირდებოდე და რო ხედავ, რომ ცოტა ზედმეტი მოგივიდა რაღაცა, მე მეორე მხარეს გადაიხარე და გააწონასწორი. აი ეს წონასწორობა. და ამით არაფერი არ გაფუჭდება. თუ კი დროულად გამოასწორებ და გააწონასწორებ, ხო და რატო არ გაფუჭდება? ბავშვები პატიებლები არიან. ხო, აი ბავშვის ერთ-ერთი ძალიან კარგი თვისებაა, რომ ძალიან ადვილად პატიობს, ოღონდ თუ კი გამოასწორებ. ახლა თუ კი 100-ჯერ გაიმეორებ და იმავეს, აი მაგალითად, როდესაც მშობელს მოსდის ზედმეტად მკაცრი, საყვედური, ან ხმას აუწია და მაშინვე უნდა გააცნობიეროს როგორ მოიქცა და მაშინვე დაუყვავოს იმ ბავშვს და ან ცოტა ხნის მერე შეიძლება. ცოტა ხნის მერე. ხო. აპირიქით ახლა არ ზედმეტი განებივრება ვარგა. ხო. აი ზომიერება და ამ ზომიერების ზუსტი ზომა არ ვიცით ჩვენ, ამიტომ უნდა ვაკვირდებოდეთ გაფაციცებული ბავშვ თვალებში. ხო და აი ზედმეტი ხო არ მომივიდა იქით, ზედმეტი ხო არ მომივიდა აქეთ და მე აი ეს წონასწორობა. მე მინდა ასევე ზომიერებაზე როცა ვსაუბრობთ, ვისაუბროთ იმაზე, რატომ ცდილობენ მშობლები, რომ ბავშვები ასე ვთქვათ, ბავშვებში გამოიწვიონ რაღაცა მძაფრი ემოციები, რაღაცა უფრო დიდი სათამაშოსი, უფრო რაღაც შთამბეჭდავი სათამაშოს ჩუქებით. თითქოს ამით მშობელი იკმაყოფილებს თავის ბავშვობაში დანაკლის, რაც მას აკლდა. კი, ეგ ერთ-ერთი ტიპური მიზეზია. ხო, ეს ჩემი დაკვირვებით ყველაზე გავრცელებულია. აი პირდაპირ ვთქვამთ ჩემთვის, რომ მე ისეთ გაჭირვებაში გავიზარდე, მე არ მინდა რომ ჩემ შვილს იგივე გამოვატარო და ამ დროს აკეთებენ უარეს. ანუ ბავშვის არა მარტო ფსიქიკას აზიანებენ, ფიზიკური, ანუ შეიძლება მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც შეექმნას პრობლემა, სწორედ აი ასეთი რაღაც უფრო დიდი სათამაშო, უფრო რაღაც საოცრება, რაღაც რობოტები რომ მოძრაობენ და ასე შემდეგ. და მოდი აგვიხსენით, აი რატო შეიძლება ამ ყველაფერმა მიიყვანოს ბავშვის ფსიქიკურ დაზიანებამდე, რაღაც პრობლემებამდე. რაც მერე იჩენს თავს, რა თქმა უნდა. მონტესორისა და სხვა ფსიქოლოგების ერთ-ერთი კიდე რჩევა არის ის, რომ ბავშვს არ სჭირდება საზოგადოდ ძვირადღირებული სათამაშოები. აი ხო ხედავთ ეს რა არის? ხისგან გაკეთებული უბრალო რაღაცეებია. და თქვენ რომ ნახოთ მონტესორის ესა ვთქვათ 6 წლიანი ბავშვისთვისაც იქაც სულ ესეთი უბრალო რაღაცეებია სულ. და ჩვენ თუ კი დავაკვირდებით ჯანსაღი ბავშვის განვითარებას, ნახავთ რომ აი სულ უბრალო ძონძებით, კოჭებით, იმითი კენჭებით და იმითი ბავშვები როგორ გატაცებით თამაშობენ და ის გაცილებით უკეთესია იმითი, რომ იქ ბავშვის წარმოსახვა ვითარდება, ის თვითონ აგებს თავის საამყაროს. და როდესაც ჩვენ ბავშვს აჩუქებ აი ამ მოძრავ რობოტს, აი ბავშვი რა ამერე? აი ბავშვი უკვე არის რა, აი ესე იგი პასიური ხდება ის უკვე, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, როცა ბავშვმა აი ამ კოჭებით, კუბიკებით და ძონძებით და იმითი რაღაცა იქ სასახლე ააშენა და იქ მერე სადღაც ცუგა ჩასვა, იქ ისა მერე მით უმეტეს კიდე უნდა ვთხოვოთ სულ, მე უკვე გითხარი ერთხელ და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვალაპარაკოთ კიდევაც მერე, რომ აბა ეხა ეს ცუგა რა შვება, ისი რა შვება, იქ მეფეს აძის, იქ რა ხდება, ხო და აი უკვე ააგო მთელი სამყარო ბავშვმა. და ვითარდება მისი შემოქმედებითობა, მისი აზროვნება, მეტყველება, ყველაფერი ვითარდება ერთად. და რაც მთავარია წარმოსახვა. აი წარმოსახვა არის უძვირფასესი უნარი, რომელიც სწორედ სკოლამდელ ასაკში უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ მერე და მერე იზღუდება ძალიან წარმოსახვის სარბიელი. იმიტომ რომ მერე და მერე ბავშვმა უნდა ისწავლოს წერა, კითხვა, ანგარიში, ისე იგი დანარჩენ სკოლაში, რასაც აკეთებს, იქიდან 90% არის ნორმირებული. ხო ესე იგი ხო არ შეიძლება მე წარმოსახვით დავწერო ასოები, ხო აი როგორც საჭიროა ისე უნდა დააწერო. ხო არ შეიძლება მათემატიკაში ამოცანა წარმოსახვით ამოხსნა, აი როგორც საჭიროა ისე იგი და უნდა მოიქცე კიდე კლასში როგორც საჭირო, ანუ ყველაფერი არის ნორმირებული. და წარმოსახვის სარბიელი ძალიან მცირდება მე. ამიტომ სკოლამდელ ასაკში უნდა მაქსიმალურად განვითარდეს წარმოსახვა.
ეს მერე გვაძლევს იმას, რომ ბავშვი მრავალხრივ ვითარდება, მისი ინტუიცია იქნება ძლიერი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მერე ცხოვრებაში, რომ ის წარმატებული იყოს თავის საქმეშიც და ყველაფერში. ხო და ამისთვის საჭიროა, რომ მან თვითონ შექმნას ხოლმე რაღაც სამყარო და ილაპარაკოს და წარმოიდგინოს. და აი ეს ძვირადღირებული სათამაშოები არანაირად არ ტოვებს მაგის ხო. და ამ წარმოსახვის დროს რა ხდება კიდე? ბავშვი ეჩვევა სხვის თვალს, აი ეს კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბავშვი ხო ბუნებრივად აუცილებლად თავკერძაა და თავის ეგოცენტრული და ესე იგი სხვა ის და აი ეს წარმოსახვა მას ამაშიც ეხმარება, რომ აი ვითომ მე ვარ თქვათ მძღოლი ვთქვათ, ხო? ვითომ მე ვარ იმ სასახლის დარაჯი თუ ისა მზარეული თუ რაღაცა და იქ რაღაცებს აი ვითომობანა, აი ეს ვითომობანა, ეს დიმიტრი უზნაძეც სულ წერდა მაგას. აი ეს ვითომობანა არის მთავარი გზა ბავშვის აზროვნების და სულის და ყველაფრის განვითარების და გარდა ამისა, ამ ვითომობანით ბავშვი ეჩვევა სხვა ადამიანის თვალსაზრისებსაც. ნელ-ნელა ძლევს ეგოცენტრიზმს. ეგოცენტრიზმის დაძლევის გზაც არის, ანუ სოციალური უნარიანობის განვითარებაც. ესე იგი, აი ყველა კარგი უნარი, მეტყველება, ურთიერთობები, აზრო, ყველაფერი ერთად კარგად ვითარდება. აი ამ ვითომობანას თამაშით და ბავშვის აქტიურობით, ხელებით რო კიდებს, ნივთებს ხელს და რაღაცეებს რო ქმნის, ხო? და როდესაც ეს ყველაფერი ბავშვს მოკლებული აქვს, აი ეს ყველაფერი პირიქით ჭკნება. მერე შეიძლება ბავშვმა წარმოსახვაში გაასულიეროს კი, აუცილებლად, აბა რა. გაასულიეროს რა და თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგალითად მეორე სტაფილოს ალაპარაკოს. ალაპარაკონ ერთმანეთში. ან დედა მაჩვენოს ეს თქვათ თვითონ დედა მისცეს ერთგვარი რაღაცა ბიძგი, რომ აი მოდი აბა ეს რას ეუბნება, მერე ეს რას პასუხობს და სულაც არ არის ამისთვის რაღაცა საოცარი ისინი დანადგარები რო აქვთ ხოლმე. ხო და როდესაც ბავშვისთვის ყიდულობენ ასეთ სათამაშოებს, ეს სინამდვილეში ბავშვისთვის კი არ არის, ეს არის სინამდვილეში იმისთვის, რომ იქ მეზობელს და სტუმარს დაანახოს, რომ აი ასეთი ისა აქვს ჩემ შვილს. ეს არის საკუთარი პრესტიჟის და საკუთარი თავმომწონეობის წარმოსაჩენად და არა ბავშვის ბავშვიც მე მგონი ეიფორიაში ვარდება ხოლმე რა. ხო, ნუ ეხლა ბავშვი რა, როგორ არა მოეწონება ბავშვს, რა თქმა უნდა მოეწონება, აბა რა, მაგრამ რაც მას მოსწონს ის კი არ არის, მთავარია რომ რაც მისი განვითარებისთვის არის კარგი, ის გაუკეთოთ. თორემ ასე ტელეფონიც მოსწონს იმაში ჩადრომა. რა თქმა უნდა, ტელეფონი და ნარკოტიკი ყველაზე მეტად მოეწონება. აბა ერთი მოაწევინე და ნახე როგორ ესიამოვნება და სხვას ხელს აღარ მოკიდებს არაფერს მერე. მე ესე იგი როგორ შეიძლება რაც მას სიამოვნებს მეთქი არც ერთხელ მე არ მithქვამს ეს რომ რაც სიამოვნებს მე ვთქვი რაც მისი განვითარებისთვის არის საჭირო და რაც განვითარებისთვის არის საჭირო ის მისთვის სასიამოვნოც იქნება. ოღონდ ეს სხვანაირი სიამოვნებაა. აი შიდა მოტივაცია. არა მძაფრი სიამოვნება. აი ის რა ქვია ის ჭყეტელა აღმაგზნებელი და ის არის მძაფრი სიამოვნება და ეჯაჭვება აი ამ მძაფრ განცდებს. ეს კიდე ცალკე თემაა, მე ზრდასრულ ასაკში ეს პირდაპირ გვაძლევს მე აზარტომანიას. ან ის რაღაც ექსტრემალური სპორტი და ესე იგი, როდესაც უკვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს ნორმალური ზომიერი გზნობები და მაინდა-მაინც უნდა რაღაც მძაფრი განიცადოს. ხო და აი ეს იწყება ბავშვობაში და აი როდესაც ბავშვი აკეთებს ისეთ რამეს, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს, ეს მისთვის ძალიან სასიამოვნოც არის ეს დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ცნება, ფუნქციონალური ტენდენცია, ესე იგი ის იკმაყოფილებს აქტიურობის მოთხოვნილებას და ეს მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი ყოველთვის სასიამოვნოა. და თანაც ეს არის ძალიან მაღალი დონის სიამოვნება. ეს არის რა შემოქმედებითი სიამოვნების ტოლფასი სიამოვნება, ეს ოღონდ ასაკობრივად. ესე იგი ბავშვი ეჩვევა მაღალი დონის დახვეწილ სიამოვნების მიღებას. გარდა იმისა, რომ ვითარდება. და ამას ვერ შეედრება ვერანაირი შოკოლადი და ვერანაირი მისგან მიღებული ის დაბალი დონის სიამოვნება არის. და აქედან მოდის მე მგონი ისიც რომ მადლიერია ესეთი ადამიანი. აი იმ პატარა რაღაცა ფოთოლს რო შეხედავს და ის ფოთოლი რო ესიამოვნება. მერე
ადამიანის ბედნიერების საფუძველი, დიახ. ხო, აი ზუსტად ეს რაღაც მადლიერება, რომ მე ისედაც კარგად გგრძნობ თავს, აი ამ რაღაც ჩემ სამყაროში და არ მჭირდება მე რაღაც საოცარი ემოციები, რომ თავი ვიგრძნო ბედნიერად და რაღაც ეს ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდეს, ხო? რომელიც მე აი მონტესორის მეთოდი სკოლაში აი პირდაპირ უკავშირდება ამ საკითხს. მას ძალიან უცნაური იყო რევოლუცია რომ მოახდინა მონტესორიმ და ისეთი რევოლუცია მოახდინა რომ ნობელის პრემია მიიღო ხო და ერთ-ერთი რამდენიმე ის არის მისი სიახლე პედაგოგი აი ერთ-ერთი რა არის მთლიანად შიდა მოტივაციაზე შიდა მოტივაციას ბავშვის შიდა მოტივაციას ეყრდნობა მთლიანი სასწავლო პროცესი იმდენად რომ არანაირი საჩუქრები არავითარი სტიკერები ნიშნები შექებაც კი არ ხდება ესე იგი არც კი აქებს მასწავლებელი არ აქებს ბავშვს იმიტომ რომ შექებაც საჩუქარივით არის ესე იგი ეს გარე საჩუქრები მთლიანად უგულებელყოფილია გამომრიცხულია ხა მასწავლებელი არ აქებს ბავშვს მაგრამ რა თქმა უნდა ეტყვის რომ თქვათ აი რო გააკეთა ბავშვმა დაწერა ხო სიტყვაზე რაღაცა ხო და ეტყვის რომ აი ეს კარგად გაქვს გაკეთებული და აი აქ ამას მიაქცია ყურადღება რაღაცა გაისა ხო ესე იგი ეს არის ძალიან კარგი უკავშირი ჯერ კარგს ეტყვი რაღაცას მაგრამ ეს არის საქმიანი უკავშირი და არა შექება ეს არ არის შექება ეს არის რომ საქმეზე მე გეუბნები რომ ეს ასე ჯობია და ასე გააკეთე და ეს კარგია აი ეს კიდე სხვა დროს ასე გააკეთე კარგია და ეს კი ბატონო და შიდა მოტივაციაზე მუშაობა რა არის დაყრდნობა რა არის რომ ბავშვს საზოგადოდ არ სჭირდება მოტივაციის გაღვივება აი ტიპური შეცდომაა რომ დაინტერესე ბავშვიო და აი უკვე მიდგომა არასწორია ჯანსაღი თუ არის ბავშვი, აი, როდესაც ბავშვი უკვე მოდის არაჯანსაღი სკოლაში, ეგ სხვა პრობლემებია რა, აი, მანდ უკვე არის დიდი პრობლემები. მაგრამ ჯანსაღი ბავშვი თუ მოდის სკოლაში, მას დაინტერესება არ სჭირდება. მას თვითონ აქვს შინაგანი მოთხოვნილება, რომ ისწავლოს წერა, ისწავლოს კითხვა, ისწავლოს მათემატიკა, განვითარდეს, გაიზარდოს. ეს არის მისი მთავარი მამოძრავებელი მოთხოვნილებები. და როდესაც ბავშვი ამას იკმაყოფილებს, ის იღებს ძალიან დიდ შინაგან სიამოვნებას. და არ უნდა მეტი იმას, არაფერი საჩუქარი. ის უნდა მიეჩვიოს, რომ დატკბეს იმითი, რომ აი ამოცანა ძნელი ამოცანა ამოხსნა. და რა სასიამოვნოა ეს, რომ მე ჯერ ერთი რო წინააღმდეგობა გადავლახე და მე აი ჩემმა გონებამ აი ეს მოახერხა, მიხვდა რაღაცას და აი ეს დახვეწილ სიამოვნებათა მიღება არის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური განვითარებისთვის, პიროვნული განვითარებისთვის, ყველაფრისთვის, სიჯანსაღისთვის, აი ყველაფრისთვის. მაგრამ აქამდე ხო უნდა მიიყვანოს ოჯახმა ბავშვი ამ სკოლამდე ლასაკამდე. არ უნდა დაამახინჯოს. არ უნდა დაამახინჯოს. საზოგადოდ არაფერი საჭირო არ არის რა. საჭიროა კარგი გარემო შეუქმნა, მორჩა მეტი არაფერი. და არ დაამახინჯო, ანუ ღმერთის მიერ ბოძებული ეს ძვირფასი ნიჭი და ძვირფასი უნარე რაც ადამიანს, აი ეს არ ჩაუხშო, არასწორი აღზრდით. და ის თვითონ გაიფურჩქნება. და აი ძველი ჩინური სიბრძნე არის, სულ ამას ვამბობ ხოლმე, მას აი მებაღე, რასაკეთებს მებაღე. მებაღე რა, კარგ პირობებს უქმნის, რომ ის ყვავილია თუ ბუჩქია, კარგად გაიზარდოს ის, ხო? მეტი მებაღე რა, მებაღე ყვავილს შექმნის? არა, ის ყველაფერი ღმერთის მიერ შექმნილია, აი თესლში არის ჩანერგილი ყველაფერი და მებაღეს ევალება, რომ კარგი გარემო შეუქმნას, მორჩა. რომ ის კარგად გაიფურჩქნოს. აი ასევეა ბავშვიც. აღზრდელი უნდა გავდეს მებაღეს, კარგ მეკეთილ, კარგ მებაღეს. და არა მოქანდაკეს. და არა მოქანდაკეს, რომელსაც გამოძერწვა, არავითარი გამოძერწვა რა, ეს, მაგრამ ნუ ეს ცალკე თემა, ამაზე დღეს ვერ შევჩერდებით, ეს უმძიმესი საკითხია ეს. კარგით, მაშინ აი შექება არ არისო საჭირო, რომ ამბობთ, აი თუნდაც 1 წლის, 2 წლის ბავშვი, რომელიც თამაშის დროს რაღაც, აი მაგალითად, აი დაუმიზნა ეს კარგად დაუმიზნე, კარგად ჩააგდე. და ჩააგდო. აი ამ დროს ეუბნებიან ხოლმე, ყოჩა, კარგად გამოგივიდა. აი ეს ყოჩა არა, ესე იგი კარგი უკავშირი არის დაკონკრეტებული. მე ვეუბნები, კარგად დაუმიზნე. შენ მოახერხე, რომ კარგად დაუმიზნე. კარგია, მაგრამ ერთხელ შეიძლება ვერ შეძლოს. აი, აბა შეეცადე უფრო მარცხნივ. აი ეს საქმიანი ისა.
ხო, აი ხშირად მე გამიგია, რომ აი ყოჩაღ რაღაცას გადადგავს ნაბიჯს, ან აი თქვათ ფეხი აიდგა ბავშვმა, ახალი არა, ყოჩაღ შეგიძლია უთხრა, მაგრამ ყოჩაღ არ არის ფლად კარგი, იმიტომ რომ არ ჩანს კონკრეტულად შენ კი იცი, მაგრამ ის ბავშვი ხდება, უნდა დაუკონკრეტო რაში ეუბნები ყოჩაღ. ეხა 1 წლის ბავშვს რა უნდა არა, 1 წლის ბავშვმა სულ არ იცის სიტყვა ყოჩაღ და იქ რა, არა, რატო ხშირად ეს ღიმილი. და შეიძლება არა, ღიმილი კი, ღიმილი შეიძლება მოფერება ღიმილი, ეს კი. მაგრამ ყოველთვის ჯობია რომ იყოს დაკონკრეტებული. რისთვის აქებ? ეს ალბათ 3 წლიდან 4 წლიდან? ხო, გააჩნია ხა ბავშვს ზოგს მანამდე შეიძლება რომ თქვათ რა რატო ვერ გაიგებს 2 წლის ბავშვი რომ ეს კარგად ჩამოაცვი ამაზე ფერი, მაგრამ ფერი აი ესე ვეუბნები. მოდი ახლა ფერსაც მიაქციე ყურადღება. ეს კი კარგად კი ჩამოაცვი, მაგრამ ფერი იქნებ სხვა ფერი ჯობდეს. აი თან ბიძგია შემდგომი ნაბიჯისთვის. და არა ის რომ ახრა ნიჭიერია და ეს ხო საშინელებაა რა ეს მით უმეტეს ეგ სცენაზე რომ გამოყავთ ბავშვი და უკვე იმას რომ თავში აუვარდება რომ როგორი ნიჭიერი ვარ და ნუ აი იქ უკვე განვითარება ჩერდება იმ ბავშვის განვითარება უკვე მე. ნუ ყველა დედისთვის თავისი შვილი რაღაც განსაკუთრებულია და ეს თავიდანვე ეუბნებიან ამას რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ. არ არის საჭირო ასეთი რამეები არავითარ შემთხვევაში. სხვათა შორის ამაზე ორი აზრი არსებობს, რომ პირიქით ბავშვი შეიძლება მართლა ძალიან ლამაზია და დედა არასდროს არ ეუბნება ამას, რომ შენ ლამაზი. რა საჭიროა? ნუ რაღაცა თავდაჯერებული რაღაც თვითშეფასება. ნუ ხანდახან შეიძლება უთხრა იშვიათად ზომიერად რაღაც კი. ნუ ჩემი ლამაზი შვილიკო და რაღაცა მოეფერო კი, მაგრამ ეს შექება იმდენად არ არის, ეს მოფერებაა. მოფერება ხო. მოფერება ძალიან კარგია და ძალიან საჭიროა კი. აი ჭკვიანზე რაღაცა გაამახვილოს. კი, შეიძლება, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, ყოველთვის ჯობია ბავშვმა იცოდეს კონკრეტულად რა მოუწონეს. შეაქეს კი არა. რა მოუწონეს. აი რაღაცა მოქმედება მოუწონეს. კონკრეტული მოქმედება მოუწონეს. კონკრეტული მიღწევა მოუწონეს. ანუ უფრო საქმიანი უკუკავშირი. საქმიანი, ხო. კონკრეტული საქმიანი უკუკავშირები. და ის ძვირადღირებული საჩუქრები კიდე ერთი დიდი ნაკლი აქვს იმას, რომ ხშირად ცდილობენ ამით ჩაანაცვლონ დედის სიახლოვე. და დედა რომ გრძნობს რომ აკლდება მისი ყურადღება ბავშვს, ცდილობს რომ ეს შეავსოს იმითი რომ სამაგიეროდ აი რაღაცა აჩუქა. და ეს არის ძალიან ცუდი აღგზელობითი თვალსაზრისითაც. ბავშვი დედის სიახლოვე აკლდება ეს ხო ამახინჯებს, მაგრამ რას აჩვევს ამით დედა? მე ამას უწოდებ მეკრთამეობას პირდაპირ, ესე იგი რა რომ სიყვარული კი არ ყოფილა მთავარი. აი მთავარი ყოფილა რომ სამაგიეროდ ქრთამი რომ მოგეცი აგერ ის რომ გიყიდე, აი ამით ჩავანა. ესე იგი ის ყოფილა მთავარი რა და ესე იგი ბავშვს აჩვევ რომ თურმე სიყვარული კი არ არის მთავარი. აი ეს ნივთები არის თურმე მთავარი. და რო გაიზრდება ეს ბავშვი, მასე მოიქცევა თავის მეუღლესთან, თავის შვილთან, თავის ოჯახში, თავის სამსახურში, აი იმაზე. იმიტომ რომ დაასწავლეს ეს, მიაჩვიეს მაგას, რომ ცხოვრებაში მთავარი ყოფილა ეს ნივთები. და არა ადამიანები, და არა ადამიანურობა და სიყვარული. და სიყვარულის პირველი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ იმასთან სიახლოვის სურვილი ეს არის. თავარი აი რომ ჩამოვაყალიბოთ რა არის სიყვარული, აი რითი გამოირჩევა ყველა დანარჩენი გზნობა. აი იმისგან რომ სიყვარულის ის არის რომ ახლოს მინდა ვიყო მასთან. და იგივეა ნივთის სიყვარულიც სხვათა შორის. რაღაც ნივთი რომ მიყვარს, მინდა რომ ხშირად ავიღო ხელში ახლოს სიახლოვის მოთხოვნილება. აი ეს არის სიყვარულისთვის. და იგივეა ზრდასრულ ასაკშიც. ვინც მე მიყვარს და რა ნივთიც მიყვარს, ხშირად ვცდილობ რომ ახლოს სიახლოვე. ხო? და ამისი ჩანაცვლება შეუძლებელია. ვერ ჩაანაცვლებ. პლატონური სიყვარული ცხოვრობს. ხო, ეგ ძალიან რთული თემაა, მაგაზე სხვათა შორის აი სწორედ ახლა მუშაობ. მართლა? ვაპირებ გაის. არა, მარტო მაგ საკითხი არა.
ვეფხის ტყაოსანზე ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელიწადია და გაისათ მე მგონი უკვე გამოიცემა ის წიგნი და ერთი თავი არის სწორედ მაგ სახთო სიყვარული და სახთო მიჯნურობა უბრალოდ და ესა და ეგ ისე ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ეგ რთული საკითხია. ხო, მე ისედაც მქონდა ჩანაფიქრი, რომ ვეფხის ტყაოსანზე ცალკე არაერთი პოდკასტი უნდა ჩაგვეწერა. ვინ თუ არა თქვენ უნდა ისაუბროთ ამ თემაზე. და ესეც დავგეგმოთ. ეხლა ისევ დავუბრუნდეთ აი ამ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. ესე იგი, მთავარი რაც უნდა გაითვალისწინონ თქვენ ეს თქვით, ისიც თქვით, რა შეცდომებს უშვებენ ძირითადად მშობლები. თუ არის რაღაცა კიდე, რაზეც უფრო ბევრია, სამწუხარო ძალიან ბევრია. ხო არ არის რამე ესეთი კულტურული, აი ჩვენს, ანუ საქართველოში აი კულტურული ფონისგან შექმნილი რა შეცდომასაც უშვებენ. ნუ ეს სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით არის ხოლმე კიდევ. აი იმდენი შეცდომაა, რომ სამწუხაროდ ძალიან აი მოდი ბევრია. ქართულზე ვისაუბროთ, აი საქართველოსთვის დამახასიათებელი აი ამ კულტურისთვის. სქესობრივი აღზრდა საინტერესო იქნება. ნუ რომელი ერთი გამოყო, არ ვიცი. აი ზოგადი რჩევა არის ის რომ სქესობრიობასთან დაკავშირებით რაც არის, იქ მკაცრი დასჯა და მით უმეტეს ცემა არაფრით არ შეიძლება. შენ რაღაცა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ამის გამო ბავშვის მკაცრი დასჯა და ცემა ეს გამოიწვევს სქესობრივი განვითარების დამახინჯებას. და არ შეიძლება. და უფრო მეტიც, ეგ ზოგადი მიდგომაა, რომ რაც შეიძლება მეტად უნდა გაუგო ბავშვს. შენ რო რაღაცა იცი, ბავშვმა ის არ იცის. და შენ მიაწერ ბავშვს შენს წარმოდგენებს. და უბრალო ის არის ხო ეხა ექსპერიმენტები ხო ჩატარებული, რომ ბავშვს არ შეუძლია იმის თქმა, ბავშვი ამბობს, რომ თქვა მე ჩემს წინ ზის გიორგი კი ბატონო, ჩემ უკან სკამია, შეუცდომლად ამას ამბობს. რამხელა იცი 6 წლის ბავშვი, უკვე პირველ კლასელია. ესე იგი წინ უკან არ ეშლება. მაგრამ რო ეკითხები, შენ ვის წინ ზიხარ, ვეღარ პასუხობს. რატომ? იმიტომ რომ რო გასცეს პასუხი ამ შეკითხვას, შენ ვის წინ ზიხარ, მან ათვლის წერტილი უნდა გადაიტანოს უკან და თავის თავს შეხედოს გარედან. და მას ეს არ შეუძლია სივრცით მდებარეობაშიც კი. და როგორ გინდა შენ ახლა მოსთხოვო მას სხვა ადამიანის თვალსაზრისი და ეს ვერ შეძლებ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ზრდასრულებიც ასე იქცევიან. ესე იგი ზრდასრულიც მხოლოდ თავისი თვალსაზრისით და ის ბავშვი სხვანაირია. აი ბავშვს მას არ შეუძლია სივრცეში მოახდინოს, აი ასეთია ის და ამ დროს ისეთ რამეებს თხოვენ და გონიათ, რომ ისეთი რამეები უნდა ესმოდეს და საიდან უნდა ესმოდეს, რა იცის იმან ჯერ. აი მაგალითად ჩვენ განვიხილეთ ბოლოს ჩვენს ტრენინგზე ის ბავშვმა, აღარ მახსოვს 8 წლის ბავშვმაო? ხო, 8 წლის ბავშვმა ბიჭმა აკოცა ბიჭს. ტუჩებში აკოცაო და მაგის გამო სცემესო მე. ხო, ძალიან იცის იმ ბავშვმა, აი ჯერ ერთი რატო არ შეიძლება ბიჭის კოცნა არ იცის და აი რატო მე ტუჩებში კოცნა რით გამოირჩევა, თუ შეიძლება სხვაგან კოცნა ტუჩებში რატო არ შეიძლება. ეს ხო არაფერი არ იცის იმ ბავშვმა, ხო? და ზრდასრულმა რო იცის, გონია რომ ბავშვმაც უნდა იცოდეს? აი ეს არის მიდგომა. აი როგორც ქართულ ანდაზაშია, რომ მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო. გაიგე რომ ის ბავშვია და უფრო მეტიც აი დაუშვათ 15-16 წლის არის, გაზრდილია ტანით რო შეხედავ დიდია და მაგრამ ბავშვია ის მაინც. ნუ ხა კარგი მოზარდებზე ცალკე უნდა. მე ვისაუბრებ. ხო, ანუ აი 8 წლის ბავშვმა თვითონაც არ იცის რატო გააკეთა, ან იქნებ მოსწონს და გააკეთა. როგორ არ იცი რატო ნახულობენ იმაზე ეკრანზე რაღაცებს და ბაძავს მერე ბავშვი, ბუნებრივია მიბაძავს. ასეთ დროს ცემა რას შვება? ცემა ამახინჯებს ბავშვის სქესობრივ განვითარებას. და მოაცილე ის ეკრანი უბრალოდ რა, იმ ეკრანის ჩვენ ახლა სხვა მხრივ ვილაპარაკეთ ეკრანის მავნებლობაზე და ამ მხრივად ძალიან მავნებელი არის ეკრანი, რომ იქ ძალიან ბევრ ისეთ რამეს ნახულობს, რაც არის ასაკობრივად ყოვლად დაუშვებელი. და ესე იგი უკვე შენვე მიეცი ბავშვს ეს საშუალება, გაუხსენი ეს გზა და მერე ბრაზდები რატომ და მერე უარესად, ანუ ეს ცემა პირიქით უარესად მოქმედებს. ანუ შენ რაც არ გინდოდა, პირიქით შეიძლება იმას შეუწყო ხელი.
კი. და უფრო მეტიც დაუშვათ და იმ ბავშვს მართლა რაღაცა მიდრეკილება აქვს ჰომოსექსუალი ჯერტი არაფერ შუაში არ არის 8 წლის ასაკში ახლა ნამდვილად არ მაგრამ დაუშვათ მოხდა 15 წლის ასაკში ხო მსგავსი ხო მეორე ამბავია რომ მოზარდობის ასაკი არის საზოგადოებრივ ისა დუღილის ასაკია და სანამ ეს მაჭარი არ დაღვინდება მანამდე არ ჩანს ჯერ ისეთი რა ხო მღრიეა მაჭარი ყოველთვის და ამიტომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, მაგრამ რომც ასე იყოს, ცემით და დასჯით ეს საკითხები მაინც ვერ და საზოგადო ცემა და დასჯა აი ყველა ასაკში იგივეა რა, არ გვაძლევს შედეგს. ბავშვი რო გეცოდება და ეგ კი მეცოდება კიდევაც გულით ბავშვი, მაგრამ აი ესე პრაგმატულად რო შევხედოთ, ხო, რომ დაუშვათ არ მეცოდებოდეს, მაგრამ შედეგი არ მოაქვს, თორე კი დაასაჯე, ჰა. მაგრამ არ მოაქვს შედეგი, ესე იგი შენი სასურველი რაც გაქვს ვერ მიიღებ მაგით. და თქვათ თუ მართლა ეხლა თქვენ რო ახსენეთ მიდრეკილება აქვს ჰომოსექსუალიზმს. და რა ვქნათ ახლა მე? მაგას უნდა მე ფსიქოთერაპევტის ჩარევა უნდა რომ გამოირკვეს მაგას მართლა საფუძველი აქვს თანდაყოლილი თუ ეს რა არის თუ რაღაცის შედეგია თუ ტრავმის შედეგია გამოკვლევა უნდა მაგას. ფსიქოთერაპევტია საჭირო მაგ დროს რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. მშობელი ვერ შეძლებს მაგას. ხო და წინასწარ ამ დროს სანამ, მაგრამ აი მშობლებს ეგ ახასიათებთ, რომ აი როგორ ჩემმა შვილმა ეს როგორ უნდა ქნას, ჩემ შვილს ეს რატო უნდა დამართნო და ხო გეუბნები პირველ რიგში იქნებ არც არაფერი არ ემართება ეს ერთი და მე თუ მართლა მიდრეკილება აქვს რა ვქნათ მე ახლა ნუ მაგას ეგ სხვა თემა არის და მით უმეტეს 8 წლის ასაკში და იქამდე სქესობრივი გარდატეხის ასაკამდე საზოგადოდ ნაადრევია ასეთ რამებზე ლაპარაკი. ეხლა ნაადრევიაზე მე ისიც მინდა გკითხოთ. სანამ სკოლაში შევა ბავშვი, მშობლები რო ასწავლიან წერას, კითხვას, ზოგჯერ შეიძლება ანგარიშიც ასწავლონ. ეს რატომ არის არასწორი მიდგომა? ორი რამის გამო არის არასწორი. პირველი და მთავარი არის რაც მე უკვე ვთქვი რომ სკოლაში ბავშვის 90% აქტიურობა იქნება მერე ნორმირებული და ძალიან შეიზღუდება მისი წარმოსახვის სარბიელი, ეგ გარდაუვალია. და თუ კი სკოლამდელ ასაკშიც ეს დაიწყე, ესე იგი პირდაპირ ეს იწევს იმას, რომ სკოლამდელ ასაკშივე უკვე ჩაახშე მისი წარმოსახვის განვითარება. ესე იგი ჭადრაკიც მათ შორის თქვათ, აი ჭადრაკიც არის ძალიან ნორმირებული, ხო, იმიტომ რომ თავის წესები აქვს რა, რომ ეს ასე უნდა, ეს ასე, ხო? ესე იგი ნორმირებული რაც არის, ეს ყველაფერი გვიშლის ხელს სკოლამდელ ასაკში. სკოლამდელ ასაკში ნეტა იმ ნორმებს მიეჩვიოს ბავშვი, რომ თქვათ მოქცე ოჯახში მოქცევის ნორმები და ცოტა ზომიერად ისიც რა, ზედმეტი დისციპლინა არც მან არ შეიძლება, მაგრამ უკვე ესეც ბავშვისთვის ძნელია და კიდე ახლა რომ აი გინდა თუ არა ასე უნდა დაწეროს და გინდა თუ არა 3-ს მიუმატოთ 4 გი მაინდა-მაინც 7-ია ხო და რა ეს ყველაფერი არის ნორმები რაც გვიშლის ხელს თავარის განვითარება თავარი ამ ასაკში არის აზროვნებისთვის წარმოსახვის განვითარება. ნუ ესეც მშობლის თავკერძობა, იმიტომ რომ მას უნდა რომ ის თავისი შვილი არის ხშირად გონია ეს განვითარება გონია ბავშვს. არა, განვითარება კი არა. მე მგონია რომ ეს იმიტომ ხდება რომ მისმა შვილმა ყველაზე კარგი შედეგი აჩვენოს იმ პირველ კლასში. ხო, ნუ ეგ კიდე უარესია. ყველას აჯობოს. ნუ ერთ-ერთი კიდე ხა ჩვენ თქვით ხა ტიპური შეცდომები რამდენია და ერთ-ერთი კიდე ტიპური შეცდომა არის ვიღაცასთან შედარება ამ ბავშვის. ნუ ეგ საზოგადოდ არ შეიძლება შედარება, რატომ უნდა შეადარო, არ შეიძლება, არანაირად არ შეიძლება ესა. იმიტომ რომ ბავშვი უნდა შეადარო თავისივე წინარე მიღწევას. აი გუშინ ასე იყო და დღეს როგორ ხარ? აი შეიძლება საყუდურიც უთხრა, რომ არ მომწონს მე ეს, იმიტომ რომ გუში რო გააკეთე ის უკეთესი იყო და ეს რა არ მომწონს. აი ვეუბნები პირდაპირ. მაგრამ იმას კი არის ვეუბნები რომ აი შენი ძმა ნახე როგორია ან მით უმეტეს კიდე მეზობელი ნახე კიდე როგორია და ან შენი კლასელები ნახე. არა ეს სააშინელებაა ესა.
არაფრით არ შეიძლება ეს. და უცხო ენასაც ხო ასწავლიან ასეთ დროს, აი პირველ კლასამდეც ხშირად. ნუ ეხლა უცხო ენა კიდე ერთი უბედურებაა, რაც ბავშვს თავზე დატეხილი, კიდე ერთი უბედურებაა. მაშ სანამ ბავშვი კარგად არ ისწავლის მშობლიურ ენას, თანაც არა მარტო სამეტყველოს, წიგნიერ ენას, ანუ მარტივად რო ვთქვათ რა, ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს წერა, კითხვა და საკუთარი აზრის წერილობითი ჩამოყალიბება მშობლიურ ენაზე. ხა ძალიან რთული აზრების კი არა, მაგრამ ნუ უბრალო აზრების რაღაცა თქვა, კიდევ უფრო რო დავაკონკრეტოთ, დავუშვათ. ბავშვს უნდა შეეძლოს თქვათ 5 სიტყვიანი წინადადების გამართულად ჯერ ერთი პირველ კლასში თქმა, წარმოთქმა, რომ არც ერთი სიტყვა არ დააკლოს და კარგად დაალაგოს და მერე მეორე კლასში უკვე უნდა დაწეროს ეს. ნუ მინიმუმს გეუბნები 5 სიტყვიანი წინადად მშობლიურ ენაზე. ანუ წიგნიერების რაღაც მყარი საფუძვლებია ეს და სანამ ეს წიგნიერების მშობლიურ ენაზე თუ არ არის მყარი, მანამდე უცხო ენის დაწყება მშობლიურ ენას ხო აზარალებს ეს ერთი. და ეს პატრიოტული თვალსაზრისით ძალიან ცუდია და გვესმის ახლა ეს ქართული კულტურა და ეგ ერთი თემაა, მაგრამ ბავშვის აზროვნების განვითარებისთვისაც არის ცუდი, იმიტომ რომ აზროვნების სკოლამდელ ასაკში რო სენსომოტორიკაზე ვლაპარაკობდი, ხო? აი დაწყებით კლასებში უკვე აზროვნების განვითარების მთავარი საყრდენი ხდება მშობლიური ენა. მათემატიკა კი არა იმდენად, რამდენადაც მშობლიური ენა. აი მსჯელობა მშობლიურ ენაზე და გამართული წინადადებათა ჩამოყალიბება მშობლიურ ენაზე. ეს არის აზროვნების განვითარების მთავარი გზა. და ეს ზიანდება. ამიტომ უცხო ენის ნაადრევი დაწყება არ შეიძლება. გარდა ერთი გამონაკლისია, როდესაც ბავშვს ბუნებრივ ურთიერთობაში თამაშით შემოესწავლება უცხო ენა. ან მშობლები ყავს ერთი ხო, მაგრამ მანდაც კიდე ნუ ახლა მთელი ის არის უცხო ენა, ნუ მოკლედ ერთ წესს ვიტყვი, მარტო მთავარი წესია ერთი ადამიანი, ერთი ენა. ხო, მაშინ ქართულად мама აი ბებია რო ელაპარაკება სხვა თქვათ უცხო ენაზე, ხო, მარტო იმ უცხო ენაზე უნდა ესაუბროს მაშინ. ენების აღრევა არ შეიძლება. კი ბატონო, მე მგონი ამ ერთ საათში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც დაკვირდით, ჩვენ ბავშვის აღზრდას არაერთხელ შევეხებით ბატონ ზურასთან ერთად. ვისაუბრებთ სკოლის პერიოდის დროს რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, ან სკოლაში მასწავლებლები და მერე ძალიან საინტერესო თემაა ასევე მოზარდობის ასაკიც. ამ თემებზეც ძალიან მალე შემოგთავაზებთ პოდკასტს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ეპიზოდის წარმდგენი არის wishlist-ი, რომელსაც ბევრი მაღაზია აქვს მარტო თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდშიც კი. და აი ეს მონტესორის პრინციპებზე დაფუძნებული სათამაშოები, როგორც გითხარით, 0 თვიდან იწყება, არის შესაბამისი ბავშვის განვითარების შესაბამისი სათამაშოები, რომელიც, როგორც გითხარით, უმეტესად არის ხის სათამაშოები, აი ეს საღებავებიც არის წყლის ბაზაზე დაფუძნებული საღებავები. აქვთ ასევე ქაღალდი, ნუ ალბათ 0 თვიდან დაწყებული და მოკლედ ყველანაირად არის გათვალისწინებული, რომ ბავშვის კარგად განვითარდეს. კარგად განვითარდეს, როგორც ფსიქიკურად, ასევე ამ სათამაშოების ყუთს აწერია educational box, ანუ საგანმანათლებლო ყუთი. აი ასე ქვია. ხო, ანუ ეს ამით ბავშვი თან გაერთობა, თან განვითარდება. და უბრალოდ მთავარი არის ის, რომ მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, რომ მშობელმა ბავშვი არ უნდა დატოვოს უყურადღებად. და არსებობს ამის წესებიც ასაკის მიხედვით, რამდენი წლის ასაკში, რამდენი საათი შეიძლება იყოს დედის გარეშე ბავშვი. მოკლედ, მე ვიდეოს ქვემოთ აუცილებლად დავურთავ ბმულს, wishlist-ის, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მთელი აი ეს სათამაშოები 0 თვიდან 5 წლამდე და wishlist-ის სხვა ასორტიმენტიც. ასევე გთხოვთ, რომ თუ თქვენთვის საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი და ჩემი სტუმარი, გამოხატოთ ეს კომენტარებში, დაგვიტოვოთ კომენტარები, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო და რაც თავარია გახდეთ სალომე კასრაძის პოდკასტის გამომწერი. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, დროებით.